Ateca, Mamisata, Zisata, Sunisata, Amen. Manda Dan. This are the maps, William. Idi Samakusa. This is Bayogis, Zobis, Esa Sauli. Suli Gasaheleban, Esa Sausaris. Didevit Shesla, Jerusalemshi, Uplisa Trenisa, Jesu Christus. Როგორც ჩვენ მოვისმინეთ დღეს სახარებაში, როგორც ვიცით ჩვენ მაცხოვარი იერუსალიმში შევიდა დიდებით ვირზე ამხედრებული. გვახსოვს ალბათ ჩვენ ხშირად ვისაუბრია მაცხოვარი განკაცებული ღმერთი ვის ხელშიც არის მთელი სამყარო. განკაცნა და იშვა ბეთლემში, იქ სადაც წყემსები ძროხებს, ხარებს, ცხენებს, ვირებს, ცხვრებს აფარებინებდნენ თავს. აი ესეთ უნდო ადგილზე იშვა მაცხოვარი. და ჩვენ ავხსენით ეს რატომ? ერთ-ერთი მიზეზი ეს არის რომ მოეცა კაცობრიობისთვის მაგალითი, რომ ადამიანს რო არ ეამპარტავდა, რომ ადამიანი ყოფილიყო თავდამაყრ. და შემდგომ გაიზარდა უღარიბეს ოჯახში, დურგლის, აი ესეთი უბრალო პროფესიის ოჯახში, დურგალი იყო იოსები, თვითონ მაცხოვარმა აი ეს პროფესია შეისწავლა და დურგლობდა იგი 30 წლამდე ეხმარებოდა ესე იგი ოჯახს, აი ესეთი უბრალო პროფესიით, ყველაფერი ეს იყო მაგალითი. მანო და დანო, როდესაც ერთმა ანგელიანმა კითხა, მოდი შენი მოწაფე გავხდები, რომ მოგდებდეს შენო და უფალმა იცოდა რა იყო მის გულში და მელიასა ხრელიო, ფრინველს ბუდეო და მეო სახლი არ მაქვს, სადა თავი მივიდრიგო. სახლიც არ ქონდა, რომ ვინმეს არ ეთქვა შემდგომ, აი მე სახლი მაინც არ მაქვს და მაცხოვარ სახლი მაინც ქონდა. ყველასთვის მოგცა, ყველას მაგალითი მოგცა მაცხოვარი, მანოდა და როგორ უბრალოდ უნდა გავატაროთ ეს ცხოვრება ამ ქვეყნიური. და აი ახლა ვხედავ ჩვენ დიდებით შედის მაცხოვარი იერუსალიმში და რას ნიშნავს ეს? ვირზე ამხედრებული. კვიცზე, ვირის კვიცზე, ესე ვირი და ვირის კვიცზე ამხედრებული შევიდა მაცხოვარი დიდებით იერუსალიმში. როცა ვიცით ჩვენ გვინახია ყოველ შემთხვევაში ტელევიზიით დიდი შეხვედრები, როდესაც არის რა მანქანებით მოდიან, რა ეტლებით, ან ძველად ალბათ ეტლებით და ასე შემდეგ. და მაცხოვარი კიდევ აი ვირი. ისევ მაგალითი მოგცა ძმანო და დანო თავდამოყრს. წარმოიდგინეთ განკაცებული ღმერთი ვირზე ამხედრებული. ღმერთი ვის ხელშიც არის ყველაფერი. და რატომ მოხდა ესე? მანამდე დიდე რატომ არ აღიარეს მანამდე აი ესე ატაცებით ესე საოცრად შეიძრა ქალაქიო. როცა მაცხოვარი შემოვიდა, ქალაქი შეიძრა, ესე იგი რა მოხდა იცი? ესე იგი შეიძრა ეს უბრალო სახილველი აღარ იყო, როგორც ალბათ სტადიონზეა ყვირილით შეხვდა მაცხოვარ დიდი აღტაცებით, იმიტომ ეს იყო მოლოდინი მესიისა. და მესიის მოლოდინი რა? მესიის მოლოდინი რა იყო? ეს იყო რომ მოვიდოდა და ყველაფერი ბოროტება წაიშლებოდა და მარადიულად დაიწყებოდა მარადიული დიდებული ცხოვრება. და ნუ აი იფიქრეს რომ აი ეს დაიწყო და ამიტომ აი ესე დიდებულად შეხვდეს და შეხვდნენ და ნამდვილად იწყებოდა დიახ ეს დიდებული ცხოვრება, ნამდვილად იწყებოდა ახალი აღთქმა, მესია მოდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ ბევრს ჰქონდა არასწორი წარმოდგენა მესიაზეც მანოდა და თვითონ მოციქულებსაც ჯერ არ ესმოდა სულიწმიდის შემდეგ სრულად გაიგეს ყველაფერი გარდამოსვლის შემდეგ და მათაც მატერიალურად შეხედეს ამ ამბავს და რამოდენიმე მოციქული შეიკრიბა და თხოვდნენ მესიას, ესე იგი უნდათ ეთხოვათ მესიისთვის, მაცხოვისთვის, რომ პირველი მეორე ეს პირველი ადგილები ჩვენ გაგვინაწილოთ.
როგორ ესმოდა ძმანო და არასწორად ესმოდა. არადა მაცხოვარი მოვიდა იმიტომ რომ ჯვარცმული იყო მთელი წოდვები კაცობრიობის გამო ესყიდა ისე სამოთხი არ გაიხსნება. ამიტომ მაცხოვარი ესე თანდაბლად მოვიდა. მაცხოვარი რომ დაბადებული იყო ბაგაში კი არა სასახლეში გაზრდილი იყო მდიდარ ოჯახში დიდი პატივით გახსოვთ ერთ მეფე თუ და გაიქცა მაცხოვარი. ესე იგი ვერ გაიგო რაც უნდოდა რომ ეთქვა ხალხისთვის სულიერი ვერ გაიგო ეს სულიერი ხალხმა და გაიქცა და მაცხოვარს ეს დომებოდა დიდებით და მაშინ ის იქნებოდა ამპარტავანი ძმანოდა და ამპარტავანი ჯვარს ვერ ეცნო. ამპარტავანი სხვებისთვის სიცოცხლეს ვერ დადებდა თავს ვერ დადებდა. ამიტომ მაცხოვარი იშვა ბაგაში ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ რომ ნამდვილი განკაცებული ღმერთი უნდა შობილიყო ბაგაში. ერთი იყო წინასწარმეტყველი და ზოგმა ვერ მიიღო. ზოგმა კი არა უამრავი ხალხი იერუსალიმში თითქმის 90% ოსანა უყვიროდა მაღალთა შინა კურთხეულას მომავალი სახელთა აღიარეს მესია და 4 დღის შემდეგ ძმანოდა დანო ჯვარსაცვეს თითქმის იგივე ხალხი. აი ესეც მაგალითი რა არარაობა ატილი ადამიანთან ძმანოდა რომ რისთვისაც გაგიჟებულია ხალხი და ამისკენ მიისწრაფის პატივი იდება ხალხი და ამას საერთოდ არ უნდა მიაქციოთ. აჰა, შენი დიდება. დღეს ესე შეხტები. 4 დღის მერე ჯვარს გააკეთეს. შენ თქვენც ესე არ იქნები, ყველა ესე არ იქნები, თუ დიდებას ეძე. მოვა დიდება. ამისთვის ხარ ცხოვრებაში კაც გამოიყენე ეს ცხოვრება. გამოიყენე ისთვის ამაო დიდებისთვის. რატომ იყენებ შენ ცხოვრებას? ეს არის ამოება, იმიტომ რომ აჰა, გადიდებენ და რა არის? დაგიგრავენ ტანში და რა, ეს არის ცხოვრების მიზანი. მეორე დღეს რას იკვლევ შენს? ასე რომ ამისკენ არ უნდა ვესწრაფოდეთ, ამიტომ მაცხოვარი, როდესაც მაგალითს გვახსოვს, როდესაც ყველა მაღიარა და მთელი ქალაქი შეიძრა, მოგცა მაგალითი რომ აი ასეთი დიდების შემთხვევაში, როდესაც ვინმე გადიდებს და გაქებს, კი არ უნდა შეიფერო, აი ვირზე დაჭდა და ამით გვასწავლა ჩვენ თამბანი. ვირზე ამხედრებული შევიდა მაცხოვარი იერუსალიმში. წინასწარმეტყველებაც იყო ძმანო და დანო ზაქარია წინასწარმეტყველის. ნახეთ და გიხაროდენ ასურო სიონისაო, რამე თუ ახლა ესერა მეუფე შენი მოვალს. ნახეთ აი პირდაპირ მაცხოვარზე ეს ქრისტეს შობამდე რამდენი საუკუნით ადრე მოვალს პირდაპირ მაცხოვარზე მართალი მაცხოვარი თავადი 7 და ზეზის კარაუსა კიცსა ვირისას. და ის რომ ზოგიერთი არ მიიღებდა ამ პარტავნებით მაცხოვრის მესიობას ამ პარტავნებით, ესე იგი ის ხალხი რომლებიც იქვე ჯერ კიდევ ბრძოლა დღეს იერუსალიმში დიდები შესვლის დღესაც კი არ მიიღეს მაცხოვარი როგორც მესია. რატომ? იმდენად ამ პარტავნები, იმდენად ათეისტები იყვნენ, გარეგულად ვითომ ღმერთს აღიარებდნენ, იმდენად მართლმქვეყნიურით იყვნენ შემოფარგლული და იმდენად ასე თქვა ატიმოყარენი და ისეთი გზნობა ჰქონდა დიდების მოყარეობა, რომ ვერ მიიღეს, როგორ იფიქრეს, როგორ შეიძლება ესეთი ადამიანი სულ ღარიბებთან დადიოდა სადიშვა, როგორ გაიზარდა, ვერაფრით ვერ მიიღეს, რომ ეს არადა ის მათ უნდა ეფიქრა ის მანდა რომ მაცხოვარი რას აკეთებდა, რომ მტრები აღადგინა, რომ ბრმებს თვალი აუხიდა, მაგრამ არაფერი. იმდენად ატიმოყარენი იყო, რომ აი ესეთი მესია, რომელიც გადაგებდა ყველა სიყვარულს, ყველა ერის სიყვარულს, რომელიც გადაგებდა, რომ ყველა ერი ერთიანია, აი ეს ვერ აიტანეს. თვითონ ფიქრობდნენ, რომ იყვნენ მსოფლიოში ყველაზე დიდები და სხვები იყვნენ, ესე იგი დაბალი დონის. აი ამის გამო, აი ასეთი საშინელი ამპარტავნების გამო და ისინი დაბრმავდნენ და მესია ვეღარ იყიდეს. წარმოიდგინეთ ახლა აი ესეთი ამბავი ხდებოდა 4 დღის მკვდარი აღადგინა, რომელიც უკვე აპროლებული იყო. მკვდარი, რომელიც იყო აპროლებული.
აი ეს იყო ზუსტად საბაბი რომ უკვე ყველა აღიარა მესია. იმიტომ რომ შეიძლება ვინმე თქვას კი, მაგრამ აპროლებული გვამი მაცხოვარს ადრევე პირველადვე აღედგინა და პირველადვე იწამებდა. მაცხოვარს უნდოდა სასწაულებით კი არ მომხდარიყო მისი აღიარება. არამედ მაცხოვარს უნდოდა ღვთაებრივი სწავლით მოქცეული სულიერი სწავლა. აი როგორც მოციქულები მოიქცნენ, მაგრამ უსმენდნენ მაცხოვარს და გახსოვთ მე ანდრია გაიქცა უთხრა პეტრეს რომ ვიპოვებო მესიაო. როდესაც მაცხოვარს შეხედეს მოусმინეს ესაუბრეს, მიხვდე რომ მასში იყო ჭეშმარიტება. და ამიტომ მაცხოვარს უნდოდა რომ არა სასწაულები, ამიტომ ეს ბოლოსში მოიტო. და უკვე აი ბოლოს გააკეთა ეს სასწაული და უკვე აღიარა ყველა იესო როგორც მესია. ძმანო და დანო. აი საოცარია 40 დღე გავიდა უკვე ცოტა მეტიც, რაც დიდი მარხვა დაიწყო. და აი რაოდ საოცარია, რა დიდებულია ქრისტეს ეკლესია, როგორ დაიწყო ეს მოსამზადებელი კვირეები დიდი მარხვა, ხო? რა დიდებულა მე მართლმადიდებლობის ზეიმი, ესე იგი უფალი მარხვაში, ასე ვთქვათ, ვაზეიმებს, რომ არ მოიწყინოთ, რომ არ მოვიწყინოთ, დასაწყისშივე, მარხვის დასაწყისშივე სახარება წავიკითხეთ ესეთი, რომ იწყებ მარხვასო არ იყო მოწყენილიო, არამედ გამხიარებლიო უფალი ამბობს და გარეგნულად არავის შეგამჩნიოს, რომ არ ესე მარხვიო, არ იყო დამძიმებული. აი ეს ნიშანია იმისა, რომ იწყება მარხვა ზოგიერთი ამბობს, რა გავუწიოს ახლა 40 ესე არ შეიძლება მარხვის დაწყება. ზოგი შვამარხვაში წუწუნებს, აღარ შემილია გავჭამო და ეს არ შეიძლება. ეს არა, ეს უნდა ამიტომ ის მოსამზადებელი კვირიაკები რომ განეწყო. პირიქით უნდა თქვა რამდენი ჭამე, რა იყო ეს, რა კაია რომ მარხვა იწყება. ეხლა ცოტას შევამსუბუქებ, ცოტას მოვიკლებ, პირიქით უნდა გამხიარულდე, რომ სულიერი სიმხიარულე, სულიერი ვისწავლო, ხიარულება ძმანოდა და მართლმადიდებლობის ზეიმი. შემდეგ მეორე კვირიაკე იყო რიგოლ პალამა, ესე იგი კაცი, რომელმაც ისეთ წმინდად გაატარა ცხოვრება, რომ ბოლოს გაბრწყინდა სიკვდილით და მისი ყელია განაწყდა და მთელი ის არემარე თესალონიკი ულამაზესი ქალაქი განაწყდა და გაუცებული გარბოდა ხალხი რა ხდება, ხამე ანათებდა ესე რომ უფალმა მიგვითითოს, რომ ჩვენ დიდ საქმეს ვაკეთებთ მარხვის დროს, ჭეშმარიტ მარხვის შემთხვევაში, რომ სული იმარჯვებს სხეულს, რომ სიბნელეზე იმარჯვებს სინათ, მერე ჯვართაყვანისცემა გახსოვთ შვა მარხვაში, თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი გაუცებ გავიდა ერთ წამში და ჯვართაყვანისცემით უფალი ვამხნევებს ჭეშმარიტ მართლებს, რომ არ დავსუსტეთ, რომ ჯვარი უფალის ჯვარს გაეკრა, თუ ზარმაცებს კიდევ ვამხილებს, რომ აი არ წვენიათ, არ მარხულობთ, უფალი ჯვარს ეცვა. მერე მოვიდა იოანე კიბის ამღწერელი, რომ ეს დიდებული საოცარი წიგნი ძმანოდა და რომ კიდევ ერთხელ ალბათ მარხვაში დამძიმებული რა თქვათ, რას ვაკეთებ და აღარ შემიძლია მარხვა, რომ მიგვითით ამ დიდებულ წიგნზე, რომ ჩვენი სულა არის ჭეშმარიტი, სულიერი და ამაღლებული და სხვა იდეა, სხვა რამ აზრი, სხვა რამ ქმედება ყველა არის დაბიო ძმანოდა და აი როგორ ამბოცხობი რა დიდებულა ქრისტეს ეკლესია ფსიქოლოგიურად, მე ვიტყოდი მხატვრულადაც, რაღაც სასწაულად არის მოწყობილი და მე მარია მეგვიტელი, ესე იგი ამ არქვის დროს ბრძოლა 1000 ხო, ზოგჯერ არ გამოვდის ძირითადად ბრძოლა სულ ეცემით სულ და აი მარია მეგვიტელი მაგალითი რომ არ არის ცოდვა, რომელიც გარდა ემატება უხლის მოწყალებას, როგორ გვანუგეშებს და აი დღეს ძმანოდა და ზოგის საოცარი დღესასწაული. ხსნილი თევზით, ესე იგი მაცხოვარმა გახსნა თევზით, რომ არ დაიღალო, არ იწუწუნო, ტოებს ვაფრიალებ, ბავშვები ვიხარია, აი რა საოცარია და აი იწყება ბოლო ერთი კვირიანი კიდევ მარხვა, არც კი ერთდღიანი და შემდეგ თავდება დიდებული საოცარი წინვალი აღდგომის დღესასწაული, წითელი კვერცხები და აი მოკლედ ესე დიდებულად არის მოფიქრებული პასკით
დიდებულად მოგიქმებული არის ეს სულ ყველაფერი, ეს დიდი მართვის და საერთოდ მთელი წლიური ციკლი საეკლესიო ზმან უნდა დაანო. ამიტომ ყოველთვის, როდესაც დიდ მართვას გავდივარ და არის რაღაც ბრძოლა, არასდროს არ დაიწუწუნო. რაღაცნაირად მოგვეზდა ერთფეროვანი საჭმელი ან ზოგადად არ აქვს საშუალება რომ მრავალფეროვანი მაინც პირიქით ის კი არ თქვა რომ რა ვჭამო რა ვქნა აღარ შემიძლია პირიქით თქვი რომ დიდებაო დიდებ გაიხსენო თუ და მარიამ ეგვიპტელი იმიტომ ამ დაწესებული რომ 48 წელი უჭმელი გაატარა სცენარებს წუწრი და ფესვებს ისეთ უდაბნოს სცენარებს წარე რაღაც წვენებს ალბათ გაიქნებოდა უდაბნოს და ყოველთვის უნდა გაიხსენო 48 წელი ის რა სჭამდა და 48 დღე შეჭამ ჭამ ყველაფერს ხორცის და იმის გან ძის ნაწილი აი ამას რო გაიხსენებ რომ მოგემატება ძალა და აი ესე ყველაფერი უნდა იბრძოლო სასუფეველი ცათა გამოიტაცების ამბობს უფალ ეს თუ არ ივარჯიშე ყველაფერს ვარჯიშობდა ხო ფიზიკურად რო ვარჯიშო ტანირო დაგიგეს რაღაცას მიაღწიო უნდა ივარჯიშო ერთი ვარჯიში ერთი დღის ვარჯიში თუ არ გამო არც ერთი თვის არც დიდი ბრძოლა საჭირო ასე უნდა ივარჯიშო სულიერად მანდა და უნდა დავაკვირდეთ ჩვენ სუსტ ადგილებს რა დროს ვეცებით იქ ჭამის დროს იქნება თუ უშული დაცემა იქნება თუ სხვა სახის დაცემა იქნება შული დაცემა უნდა მივაქციოთ რა რა დროს ხდება ეს და უნდა ისწავლო კაცმა შენი თავი და იყო დიდი ფსიქოლოგი რომ უკვე იცოდეს შენი სისუსტეები და მე მართო თავი და ასე შემოკლედ ბრძოლა საჭიროა ასე ხო არ ცხოვრები ახლა არაფერს თუ არ გააკეთებ არც იმართულებ არც ილოცე არაფერს აბსოლუტურად მარტო სერიალებს უყურებ ესე ვერ ცხოვრები ეს გასაგები ამიტომ ცოტა უნდა გამოფხიზნო ხო ხედავთ რა ხდება რა მოხდა იაპონიაში რა ხდება უნება შეიცვალა ყველაფერი იცვლება და როგორ ბოლო ჟამისკენ მიდის ყველაფერი ძმანობა და ამიტომ ძალიან ხილად და ხიზლად უნდა და მე მინდა დავასრულო ჩემი დღევანდელი ხადაგება ერთი რამე ვიტყვია ჩვენ რაც კი სურვილი აქვს ადამიანს აი რისთვისაც წუწუნებს იმდიდრე ძირითადად უნდა ხო ადამიანს და ამბობს აი რატო ზოგიერთი მდიდარი ზოგიერთი ღარიბი თუმცა ჩვენ დავამტკიცე უпроსტად ქრისტიანულმა სწავლებმა დაამტკიცა ამტკიცებს რომ ეს აზრი არ არის სწორი იმიტომ რომ მართლაც ყველა მდიდარია სინამდვილეში უბრალოდ უნდა გულისხმიერება იცი თქვენ აი სინათლეზე ჩვენ ვიყურებით თვალებს ხო ავუყურებთ ამ შვენიერ სამყაროს და ისეც თქვით რომ უმდიდრესი კაცი მსოფლიოში ბრმა რო იყოს თელ თავის სიმდიდრეს უკანასკენ თეთრს თუ დოლარ თუ რაც იქნება ვინც იქნება მიცემს ოღონდ თვალი აიღებს ამიტომ ჩვენ რო გავიგვიძოთ ჩვენ რო ვართ გონი ეს ბუნებრივად უნდა მადლობთ მეც ჩვენ ვართ უმდიდრესი ხალხი ხელი ფეხი ყველაფერი გააქვთ ხო უნდა მადლობდეთ ჯანმრთელობა უნდა მადლობდეთ ეს არის უმდიდრესი სიმდიდრეს თვითონ ადამიანი ფლობს და დავამტკიცეთ ასევე რომ პირველობა უნდა ადამიანს პირველობა გამოჩენილობა და ამბობს რომ აი ვინ არის გამოჩენილი რამოდენიმე სხვები რატო არა ვარ ესეც დავამტკიცეთ რომ ესეც არ არის და ესეც შეიძლება რომ აღისხო რამდენი რაც სურვილია კატა ლამაზი რო იყოს ხო ლამაზი ზოგი არ არის ლამაზი მაგრამ საქმე იცით რა შეიძლება ეს სილამაზე არის ძალიან იშვიათი უფალმა ესე მოაწო ფიზიკური სილამაზე ზოგი ამის ემოთარი რაღაც ლამაზ დასქვემოთ საშინელი დიდი ზოგი ხება ზემოთ დააკლო უფალმა ზოგი ლამაზია ცხვირია დიდი დააკლო ყველას იშვიათად 100,000 კაცი რო იყოს სრულყოფილი შეიძლება აიყვე ერთი თავი ან ერთი კაცი ლამაზი და მაგრამ ჩვენ ყველა ლამაზები ვიქნებით თუ მოვიდოთ სინამდვილეში ვართ კიდევაც მაგრამ ამას გააზრება უნდა ეს ჩვენ ვილაპარაკეთ ამის შესახებ რაც კი სურვილია ადამიანს ყველაფერი ასრულებულია და მოცემული ხისგან უნდა გულისხმიერება და აი ეხლა მაგალითად ვიღაც მეტყვის რომ ყველაფერი მაგრამ აი იერუსალიმში დიდებით შესვლა ხო არ აღისრულდება არასოდეს ვინ გითხრა თურმე ესეც კი გვისრულდება ძმანო და აი როგორ ოღონდ ეს იქნება მერტვა დიდხანს გაცოცხლობ და სულ ბოლოს გასულ
ვირზე ამხედრებული მაცხოვარი სიმბოლურად ნიშნავს სულის სხეულზე გამარჯვებას. და თუ ქრისტიანი იცხოვრობს ქრისტიანულად და სულის სხეულზე გაიმარჯვებს, განსულის წინ ის, როგორც მაცხოვარი ვირზე ამხედრებული დიდებით შევიდა იერუსალიმში, ესევე სული ხორცზე ამხედრებული დიდებით შევა ზეციურ იერუსალიმში. ესეც კი გვისურვება არ არსებობს რაც გულის ხმიერება უნდა მარტო დაგლოცოთ აკუთვნილმა და ჩვენ ვისაც გვაქვს ეს ბზა და ვისაც მიგვაქვს არჩი ბზა და მოკლედ ბზისთვის დღეს რამდენი გუში ღამე ამხედა ლოცვა დღეს ამხედა ლოცვა გაიჭირდა და მოვიდა ყველა ვისაც ბზა უყვარს იმიტომ რომ ვაღიარებთ მაცხოვარს მესია და ვართ ბედნიერები ძმანი და მაგრამ ჩვენ მარტო ბზის კნევით არ უნდა გამოიხატოს ჩვენი ასე ვთქვათ კამპანიისება ის თუ გული გალატობს მეც და ბზას ვატრიალებ ზუსტად მივემსგავსებით იმან ვინც კვირას აფრიალა ბზა და პარასკევს ჯვარსაცვა აცხოვა. ამიტომ ჩვენ ბზას ვაფრიალებ და ასევე თქვათ აი ამ დიდებულ დღეს ყველას რაღაც ნაკლი გვაქვს, ყველას დიდი ცოდვა დავთქვათ, ვაღიაროთ, რომ უფალო აი კიდევ ერთხელ ვიწყებ მე და დამეხმარე, შენსკერვა შენს მხარეზე ვარ და ჩემ უძლურება შეეწიე და ვეცდები რომ ყველაფერი გავაკეთო ისე როგორც შენ იანდელზე და როგორც შენ მას. დაგლოცოთ